გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. დღემშვიდობისა დღეს 25 თებერვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების პროსპექტი ბათუმიდან მოგესალმებათ, კერძოდ კი მისი ბათუმური სტუდიიდან, რომელიც ალიანს პრივილეჯიშია მოწყობილი მიმდინარე კვირის გამოშვებაში აჭარის დეველოპერულ ბაზარზე მიმდინარე სიახლეებს და კომპანიებს გაგაცნობთ. დღემშვიდობისა მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ჩვენი ბათუმის სტუდიიდან მე გუგა კობახიძე და თათია ჩაფიჩაძე მოგიყვებით საინტერესო ამბებს. 150,000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმარი წლიურად რა ტიპის სერვისებს თავაზობს მომხმარებელს ალიანს პალასი, დეტალებს სიუჟეტიდან გიყვებით. ალიანს პალასი ბაზარზე პირველი წარმატებით ფუნქციონირებადი პროექტია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Courtyard by Marriott-ისა და საინვესტიციო აპარტამენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. კომპლექსი ბათუმის ბულვარში მდებარეობს და გამორჩეული ადგილმდებარეობით, ინტერიერით, ინფრასტრუქტურითა და ექსტერიერით თითოეულ სტუმარსა თუ მაცხოვრებელს კომფორტულ და მრავალფუნქციურ ცხოვრების სტილს თავაზობს. ალიანს პალას ბათუმი ეს გახლავთ 51 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ზღვის სანაპიროდან რამოდენიმე მეტრში მდებარეობს. 1100 აპარტამენტს მოიცავს ჩვენი კომპლექსი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი, როგორც ქალაქზე, ასევე შავ ზღვაზე. თვითონ გამორჩეული გახლავთ ასევე არქიტექტურაც, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე სტილის არქიტექტურა გარკვეულწილად ბათუმის სავიზიტო ბარათადაც იქცა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან ბევრი საჭირო ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი დამსვენებლებისთვის. ეს გახლავთ მიწისქვეშა პარკინგი, რესტორნო სივრცე, სპა ცენტრი და 2025 წლიდან უკვე დაგვემატა სატრენაჟერო დარბაზი და შეხვედრების და კონფერენციების ახალი სივრცეები. ალიანს პალასის მართვას მსოფლიოში ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანია Embridge Hospitality ახორციელებს, რომელიც ინვესტორებისთვის აპარტამენტების მუდმივ და ეფექტურ გაქირავებას, ხოლო დამსვენებლებისთვის საუკეთესო სტუმარ მასპინძლობის გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. Embridge Hospitality-ის ინტეგრირება ალიანს პალასში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი ბაზრისთვისაც, გამომდინარე იქიდან, რომ იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ასევე ბრენდის სიძლიერეს და რაც თავარია, ძალიან სწორ და გამართულ ოპერირებას ჩვენი კომპლექსის. ალიანს პალასს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს აჭარის ტურიზმის განვითარებაში, იქიდან გამომდინარე, რომ იგი წარმოადგენს პრემიუმ კლასის კომპლექსს რეგიონში და ასევე ჩვენ ყოველწლიურად მასპინძლობთ ძალიან ბევრ დამსვენებელს, რაც განაპირობებს ტურისტული ნაკადების ზრდას რეგიონში, რაც ბუნებრივია, რომ აისახება აჭარის ეკონომიკის განვითარებაზე. კავკასიაში პირველი საერთაშორისო ბრენდთან ერთად წარმატებით ფუნქციონირებადი კომპლექსის 6 სართულზე Courtyard by Marriott ბათუმია განთავსებული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სასტუმროთა ქსელის Marriott International-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სასტუმრო ბრენდი Marriott-ის სტუმარ-მასპინძლობის ხარისხითა და სტანდარტით ოპერირებს, რომელიც ორიენტირებულია ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის პრემიუმ და ავთენტურ გამოცდილებამდე გადაქცევაზე. როგორც მსოფლიოში აღიარებული ბრენდი Courtyard by Marriott მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბათუმის ტურისტულ განვითარებას და მის პოპულარიზაციას. ალიანს პალასში ოპერირების პირველივე წელს Courtyard by Marriott ბათუმი ევროპის აღმოსავლეთ და შუა აზიის სასტუმროებიდან საუკეთესო მომსახურებისა და მომხმარებლის კმაყოფილების კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ალიანს ჯგუფი მაღალი რანგის უძრავი ქონების დეველოპერია, რომელსაც სურს იყოს ლიდერი როგორც ბათუმში, ისე მთელ საქართველოში. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობთ McIlhenry Hospitality International-თან, რომელიც ურთიერთობს მრავალ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთან, განსაკუთრებით Marriott-თან. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. Courtyard ბათუმი Courtyard-ის სასტუმროების უახლესი კონცეფცია ამ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს სრულყოფილი რეკრეაციული სერვისები, ასევე უნიკალური ადგილები შეხვედრებისთვის და ჯგუფური სამუშაოებისთვის. საქართველოში ტურისტული მარკეტინგი ჯერ კიდევ ვითარდება. კარგი ბრენდის შემოსვლას ქვეყანაში კი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, რადგან ის იზიდავს ბევრ კლიენტს როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. Marriott და Courtyard კი მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილად დიდ ბრენდებს წარმოადგენენ. გამორჩეული ლოკაციით, მაღალი კლასის სასტუმრო სერვისებითა და მომსახურებით, ალიანს პალასი Courtyard by Marriott-თან ერთად აპარტამენტების მფლობელებს თუ დამსვენებლებს ბათუმის დაუვიწყარ ემოციებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს უზიარებს.
გასული კვირის მიწურულს ბათუმში გაიმართა ღონისძიება ტურისტერი, რომელიც აერთიანებდა ტურიზმის და მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, როგორც შეჯამება მოხდა 2024 წლის, ასევე საუბარი იყო 2025 წლის ტრენდებზე. დანარჩენ დეტალებს კი სიუჟეტიდან მოგიყვებით. ტურისტერი 2024 რამდენიმე თვის დაგვიანებით ბათუმში სასტუმრო რუმში 21-22 თებერვალს გაიმართა. ორდღიანი სამიტის ფარგლებში რეგიონის ინდუსტრიის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ქართული ტურიზმის მედეგობის განხილვა და საომავლო პერსპექტივებზე საუბარი იყო. წლევანდელი წლის მთავარი საკითხი იყო მედეგობა. არსებული პოლიტიკური турბულენციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის, რომ გაგვეგო რა ხდებოდა ეკონომიკური ჭრილში, კონკრეტულად ტურიზმში და რამდენად ზად არის ჩვენი ტურიზმი, როგორც ესე ვთქვათ, დანიშნულების ადგილი საქართველოს იმისათვის, რომ გაუძლოს მსგავს გამოწვევებს. მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთეთ სასტუმრო ინდუსტრიაზე, რომელიც ესე ვთქვათ, იქნა განხილული რეგიონალურ ჭრილში. აქ იყო წარმოდგენილი ბათუმისა და თბილისის სასტუმროების გამოწვევები. ამ ეტაპზე გაყიდვების გაუმჯობესება ყველაზე მეტად სჭირდება ამ ინდუსტრიას და ამიტომ წარმოდგენილი ყავდა საერთაშორისო ისეთი კომპანიები, როგორიც არის Booking.com, Airbnb და ასევე ქართველი ექსპერტები. ორდღიანი სამიტის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის თემაზე მიმოხილვა წარადგინა საინვესტიციო ბანკმა Galten Tagardმა. მათი შეფასებით ბათუმში თბილისთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა უფრო მაღალია, თუმცა ფასების კლება გაზრდილი კონკურენციის პირობებში ორივე ქალაქში მომუშავე განთავსების ობიექტებს მოუწიათ. სასტუმროს სექტორის შემოსავლები თბილისში შემცირდა. ერთის მხრივ გაზრდილი მიწოდების ფონზე სასტუმროს მოუწიათ ფასების შემცირება, მეორეს მხრივ კი ტურისტული ნაკადები ვერ მიჰყვა სასტუმრო ოთახების ზრდის ტემპს და შესაბამისად უარყოფითად აისახა ეს ყველაფერი თბილისზე. თბილისისგან განსხვავებით ბათუმში სხვა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ის ქვეყნები, ვინც ბათუმში ქმნიან მოთხოვნას და ჩვენი შეფასებით ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი და ასე შემდეგ, აქედან ტურისტების ნაკადი გაცილებით უფრო სწრაფად აღდგა ვიდრე ვთქვათ თბილისში. ჩვენი შეფასებით თბილისში მინიმუმ 10%-იანი საშუალო წლიური ზრდა ტურისტების ნაკადში საჭირო იმისთვის, რომ მინიმუმ არსებული დატვირთულობა შენარჩუნდეს, ხოლო ბათუმში არსებული მიწოდების ტემპების გათვალისწინებით მინიმუმ 15%-იანი საშუალო წლიური ზრდა. მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს ბიზნესი. BMG-სთან საუბრისა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაჩვენებლები წინა წლების მდგომარეობას ჩამორჩება. რაც შეეხება ტურისტების გეოგრაფიას, მათი თქმით, ევროპელი სტუმრები ამ ეტაპზე აზიურმა ბაზარმა ჩაანაცვლა. ეს არის ადგილი, სადაც ხდება მთელი წლის დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის, სხვადასხვა ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლის ურთიერთობა და ბევრ საკითხს სხვადასხვა შეთანხმებაც კი ადგილზევე მოხდა. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც ჰქონდა ჩვენ საუბარი ამ ჩვენს მოხსენებაში იყო ის, რომ რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმის ინდუსტრია, განსაკუთრებით იმ შიდა რყევების გათვალისწინებით, რაც ხდება დღესდღეობით საქართველოში. როგორ მოქმედებს ეს ტურისტულ ნაკადებზე, როგორ მოქმედებს რა ტიპის ტურისტები ჩამოდიან საქართველოში და რა თქმა უნდა, როგორია მათი ქცევა. ინტერესი, რაც ბათუმის მიმართ გამოჩნდა, ეს არის ჩინეთის ბაზარი. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი იქნება პირველი წელიწადი, როდესაც ჩინეთიდან პირველი მერცხლები, ასე ვთქვათ, გამოჩნდებიან ქალაქში. ბელორუსია, ყაზახეთი, საკმაოდ იზრდება უზბეკეთის ბაზარი, თუ შარშან ჩვენთან ბათუმში დაფრინავდა ერთი თვით, ორი თვით ფრენა იყო თუ არ ვცდები, კვირაში წელს მაისიდან უკვე დაანონსებულია 4 ფრენა. ველოდებით ასევე არაბული ქვეყნების ინტერესებს, ჯერჯერობით ეს ბაზრები საკმაოდ პასიურია. ტურისტერის ფარგლებში 4 პანელური დისკუსია და 3 ვორქშოპი გაიმართა. შეხვედრას 300-მდე დავსწრეყავდა. ტურიზმის სამიტი პირველად ბათუმში 2019 წელს ჩატარდა და ის ერთდღიანი იყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მზარდი ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ წელს ის შესაძლოა ბათუმსა და თბილისში გაიმართოს. ამავე კონფერენციის ფარგლებში საინვესტიციო ბანკმა Galten Tagardმა წარადგინა აჭარის დეველოპერულ ბაზარზე მიმოხილვა. როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, მიწოდების მხრივ მასშტაბები გაზრდილია და არსებული მიწოდება მოთხოვნას რომ არ გადააჭარბოს, მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი წლიურად 15%-ით იზრდებოდეს. რამდენად რეალისტური ამოჩვენებლებზე გასვლა და რა არის მთავარი რისკები ამ თემაზე, Galten Tagards ასოცირებული მკვლევარი ზუკა თავყელიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვნახოთ მასთან ჩაწერილი ინტერვიუ. ზუკა, მოგესალმებით, მადლობა რომ გამონახეთ რო და ღონისძიების ფარგლებში პასუხობთ უძრავი ქონების პროსპექტის კითხვებს. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, რაც Galtma წარადგინა აჭარის დეველოპერულ ბაზარზე და მინდა რომ მოკლე შეჯამება გთხოვოთ, რა ტიპის პოტენციალი და პერსპექტივები იკვეთება წელს ბათუმში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს.
დღეს წარვადგინეთ კვლევა ბათუმის სტუმართმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრიებზე და თუ რა კავშირი არსებობს მათ შორის და კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში რთული არის განვიხილოთ ერთი მეორის გარეშე, რადგან საკმაოდ დიდი კავშირი აქვს ამ ორ სექტორს ერთმანეთთან. მოგეხსენებათ ბათუმი თბილისისგან განსხვავებით ბათუმის უძრავი ქონება უფრო განსხვავებულ ხასიათს ატარებს, უფრო საინვესტიციო ხასიათისაა. ამის გამო სწორედ უფრო მცირე ზომის ბინები გვაქვს ბათუმში წარმოდგენილი, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ ქონების საშუალო ღირებულებაც ბევრად უფრო მცირეა ვიდრე თბილისში და სწორედ ეს საინვესტიციო ხასიათი არის იმის გამომწვევი ფაქტორიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი გაყიდვებში ბევრად უფრო დიდი არის, საშუალოდ 60-70% გაყიდვებისა სწორედ უცხო მოქალაქეებზე მოდის, ვიდრე თბილისი, სადაც 85-90% გაყიდვებისა ადგილობრივი მოსახლეობისგან არის. სუკა, ვინ არის ეს 70%? საინტერესოა ჩაშლას რო შევხედოთ, ძირითადად რეგიონის ქვეყნები იკავებენ დიდ ნაწილს და მცირე ევროპის წილი თუ როგორია და ასევე თუ იცვლება წლიდან წლამდე ამ ნაწილში რაიმე. კი ბატონო, წლიდან წლამდე დინამიკას რომ შევეხოთ, აქ ცვლილება გვაქვს, აი თუ შევხედავთ ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოსახლეობას, აქ წლიდან წლამდე ადგილობრივი მოსახლეობის წილი მცირდება. ამ დასკვნას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი გამოკითხვისგან, რომელსაც პერიოდულად ვაკეთებთ და აქ ერთი ფაქტორი უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გამოკითხვა შეიძლება ოდნავ უფრო უცხოელებისკენ იყოს გადახრილი, რადგან ჩვენ ყველაზე წამყვან და სისტემურ დეველოპერებს გამოვიკითხავთ და მათ უფრო უკეთესად აქვთ, ასე ვთქვათ, აგებული გაყიდვების ხაზები უცხო ქვეყნებში, თუმცა ტენდენცია სწორედ ასეთია, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი მოსახლეობის წილი ბათუმის გაყიდვებში იკლებს. თუ რომელი ქვეყნები ლიდერობენ, აი თუ შევხედავთ 2020-დან 24-მდე გაყიდვებს, ისევ ჩვენი გამოკითხვით, ვნახავთ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვები წარმოადგენს დაახლოებით მე-4-ს მთლიანი გაყიდვებისა, რასაც მოსდევს ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი. ეს 4 ქვეყანა ჯამში გაყიდვების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების ნახევარს წარმოადგენს დაახლოებით. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც აღნიშნავდი, ის არის, რომ თვითონ ამ ქვეყნების მრავალფეროვნებაც გაზრდილი არის ბოლო წლებში, თუ 2020 წელს 12 სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირდა გაყიდვა ბათუმში, 2024 წელს ეს რიცხვი იყო 28. ანუ 28 სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესდნენ იქაური ქვეყნის მოქალაქეები ბათუმის უძრავი ქონების, რაც ბაზრის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა, მას უფრო აჯანსაღებს. რა არის მიზეზი იმისი, რომ აი 12-დან 28 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ინტერესდებიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით, კონკრეტულად აჭარის. ეს შეიძლება იყოს ფასები, რომელიც ჯერ კიდევ გლობალურად დაბალია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყიდულობს. ეს არის რაღაცა ჯანსაღი ციფრები ტურიზმში, თუ რა ინდიკატორების გამო იღებენ გადაწყვეტილებებს. ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ ამაზე პასუხს. მოგეხსენებათ 2022 წლის შემდეგ, როდესაც ვიხილეთ რუსეთს შეჭრა უკრაინაში, საქართველოს მიხილა მიგრაციული ორი ტალღა, რაც უძრავი ქონების ჭრილში თუ შევხედავთ, ორ ძირითად ქალაქზე აისახა, ეს იყო თბილისი და ბათუმი. ბათუმში ფასები თბილისზე მეტადაც კი გაიზარდა 2022-23 წლებში და ასე მივედით 2024 წლის ბოლომდე, სადაც საშუალო ფასი დაახლოებით $1470 იყო 1 კვადრატულ მეტრზე თეთრი კარკასის კონდიციის ბინაზე. აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აღნიშნავ, რომ თვითონ ეს ფასის ზრდის ტემპია დასტაბილურებული, თუ წინა წლებში 2-3%-ით იზრდებოდა თვიურად ეს ფასი, 2023 წლის მეორე ნახევრიდან უკვე ეს ზრდის ტემპი დაახლოებით 1%-ზე დასტაბილურდა და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი გახადა შემდეგ თვეში, რაც შეიძლება ველოდოთ. თუმცა ასეთი ჩქარი ზრდის ტემპის ფონზე ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად ძვირი არის ზოგადად თუ შევხედავთ აი ბათუმს როგორც საზღვაო კურორტს და შევადარებთ სხვა საზღვაო კურორტებს, რამდენად ძვირი არის აქ უძრავი ქონება და როდესაც შევედარეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე შევედარეთ დუბაის, ვნახეთ რომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ალტერნატივა არის საინვესტიციოდ უძრავი ქონების კუთხით მაინც და ამ ქვეყნებში 3-4 ჯერ უფრო ძვირი ცხირს თუ ავიღებთ აი მაგალითად საშუალო ბინას 40 კვადრატული მეტრის ბინას, ბათუმში თუ დაახლოებით $60,000 შეიძლება ერთი საშუალო ბინის შეძენა, არ ვიცი, დუბაიში მაგალითად შეიძლება ეს $250,000-ზე მეტი დაგვიწყდეს საშუალო მაჩვენებელზეა საუბარი. თუმცა
დაბალი ფასის მიუხედავად თუ მეორე მხრივ ამონაგებს შევხედავთ, რაც ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ბათუმი ლიდერობს აქ თავისი პოზიციით. დაახლოებით 8.8% არის საშუალო წლიური ამონაგები აქ ქირის, რაც შესაძარ ქალაქებთან ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. შესაბამისად, თუ უცხოელი მყიდველების ინტერესზე ვსაუბრობთ, რატომ შეიძლება ბათუმით დაინტერესდნენ, აქ ორი მარტივი პასუხი არის დაბალი ფასი და მაღალი ამონაგები. ეს ნიშნავს, რომ ბათუმს და აჭარას აქვს კიდევ ფასის ზრდის პერსპექტივა და პოტენციალი უახლოეს პერიოდში და თუ კი რა შეიძლება იყოს ეს ზრდა მომდევნო პერიოდისთვის. ფასის დასს თუ შევხედავთ, აქ რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც ეს ზრდა გამოიწვია. პირველ რიგში ეს იყო სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა, რასაც ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევარია საკმაოდ დასტაბილურებულია და აქ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას. მეორე იყო მიგრანტების ეფექტი, რამაც დამატებითი მოთხოვნა გააჩინა ბაზარზე, თუმცა აქაც ვხედავთ, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი უკვე ბათუმიდან გასულია. ჩვენი შეფასებით დაახლოებით 2022 წლის მაჩვენებელს თუ შევედრებით, მიგრანტების 40% უკვე ბათუმიდან არის გასული. შესაბამისად, ეს დროებითი ფაქტორებიც ამოწურულია და ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ მიზეზს, რამაც შეიძლება ფასები ისე გაზარდოს, როგორც წინა წლებში ვიხილეთ. თუმცა მოსალოდნელია იმ 60%-ის გადინებას, თუ ეს ნიშნავს, რომ ის ვინც დარჩა, უკვე დარჩა და აქ ქმნის რაღაცა დოვლაც. რთულია ასე პირდაპირ ამაზე პასუხის გაცემა. ზოგმა საკმაოდ კომფორტულად იგრძნო თავი ბათუმში და დარჩა საცხოვრებლად. ზოგი შეიძლება ისევ ეძებს ალტერნატივას, ზოგი კი უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნებში დამოგზაურობს და აქაც შეიძლება უძრავი ქონება კონდეს, რაც ბათუმში ჩამოსვლისას, რადგან არც თუ ისეთი ძვირი ფუფუნება არის პატარა ბინის ქონა, ბათუმში ჩამოსვლისას იყენებდეს თავის უძრავ ქონებას. რელევანტური იქნა გამომდინარე, რომ თუ ვამბობთ, რომ ძალიან დაბალია საქართველოში და ბათუმში ფასები იგივე მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ნიშნავს, რომ პოტენციალი არის კიდევ ზრდის და პირობითად ის ცალკეული ინვესტორები შეიძლება 5-10 წლის მერე მნიშვნელოვან მოგება ნახონ დღეს შეძენილი უძრავი ქონებიდან გამომდინარე. ამიტომ აკითხვა, რამდენად შეიძლება რომ ველოდებათ და ეს ყველაფერი ალბათ დაკავშირებულია და დიდწილად დაკავშირებულია ქვეყანა საით გააგრძელებს გზას და რამდენად შეიძლება ევროპასთან დაახლოებულები ვიყოთ. ესეც მნიშვნელოვნად ზრდის ფასებს გრძელვადიან პერსპექტივებში. ამ კუთხით როგორ უყურებს გალტი პროგნოზებს? რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო მიიღო ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი, ამან გააჩინა მოლოდინები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე ვთქვათ, არა მარტო ევროპული, ზოგადად უცხოო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ზოგადად ეკონომიკას და რა თქმა უნდა, უძრავ ქონების ბაზარსაც გაზრდიდა, რამაც დადებითი მოლოდინები გააჩინა იმის კუთხითაც, რომ ფასებიც გაიზრდებოდა ბაზრის ზრდასთან ერთად. თუმცა რა პროცესებსაც ახლა ვხედავთ, ეს დამატებითი მოთხოვნა, რაც ამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით გაჩნდა, ნელ-ნელა მინელდა, რადგან ჯერჯერობით წინსვლა არ ჩანს ამ კუთხით. რაც შეეხება ფასის ზრდა, რამდენად მოსალოდნელი აქ უნდა იდგეს ფასის ზრდის უკან ჯანსაღი ფაქტორები, რაც ფასს გაზრდის და როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც მოთხოვნის ნაწილში პირიქით 2024 წელს საკმაოდ შემცირება იყო, თუმცა დეველოპერებს არ აქვთ იმხელა სივრცე ფასის შემცირებისთვის, რომ ჯერჯერობით ვთქვათ, რომ შემდეგ წელს მოსალოდნელია ფასის შემცირება. თუმცა თუ ესეთი შენელება შემდეგ წლებშიც ვიხილეთ, შესაძლოა ფასის კორექციაშიც გადაიზარდოს. აჭარაში გარკვეული პერიოდის წინ დაანონსდა ორი ძალიან მსხვილი პროექტი. ერთი საუბარია ბათუმი აილენდზე, ესე ვთქვათ და ძალიან მოკლე პერიოდის წინ გავიგეთ, რომ გონიოშიც ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია შემოდის და უნდა აკეთოს დეველოპმენტი. ეს რამდენად იქონიებს გავლენას ზოგადად ამ ბაზარზე და რა შეიძლება შეცვალოს აი ამ ორმა მსხვილმა პროექტმა? პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ბათუმში ესე სანაპირო ზოლზე ზღვასთან ახლოს დარჩენილი მიწები ძალიან ლიმიტირებული არის, რამდენიმე მიწაღა არის დარჩენილი და მიწოდების ზრდა ამ კუთხით კონკრეტულად ბათუმს თუ ავიღებთ, შესაძლებელია ხელოვნური კუნძულისა და გონიოს მხარეს და შემდეგ უკვე განვიხილავთ, რომ ჩანაცვლების პროექტების გარდა ესეთი დიდი ბევრი ვარიანტი აღარ არის. სწორედ ამიტომაც არის ისიც, რომ ბოლო წლებში ვხედავთ ტენდენციას ბათუმის გარშემო არეალებში დეველოპმენტის გასვლისა, ერთ მხრივ გონიო კვარიათის მხარეს, მეორე მახინჯაურის მხარეს, ასევე ვიხილეთ ქობულეთშიც რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი
პროექტი, თუმცა ვიტყოდი რომ ქობულეთი მაინც საწყის ეტაპზე არის იმისა, რომ ბათუმთან ამ კუთხით ახლოს მივიდეს. ამ მსხვილი დეველოპერების შემოსვლა, რა თქმა უნდა, ბაზარს გააჯანსაღებს და კონკრეტულად ბათუმის ეკონომიკასაც ძალიან წაადგება. რადგან როდესაც ისინი დაიწყებენ უკვე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, ისინი გარკვეულ სტანდარტს დააწესებენ ბათუმის ბაზარზე, თუ როგორი უნდა იყოს პრემიალური სეგმენტი და დეველოპერებსაც, ვინც ბათუმის ბაზარზე ოპერირებს, მოუწევთ რომ ამ სტანდარტებს მოერგონ და თვითონაც გააუმჯობესონ თავიანთი შეთავაზებული პროექტების ხარისხი და მომხმარებლების მხარესაც ამას ხედავთ ბოლო წლებში, რომ პრეფერენციები მომხმარებლებს ეცვლებათ არა მხოლოდ ბინების ყიდვა უნდათ უკვე, უნდათ ბინებთან ერთად თლიან პროექტით ინტერესდებიან. იქნება ეს გამწვანება, საკუთარი ბათუმის შემთხვევაში საკუთარი სანაპირო ზოლი მაგალითად ან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობები, რითიც უფრო დიდ კომფორტს შეიგრძნობენ აქ დასვენებით თუ საერთო ცხოვრებით. სუკა, შეჯამებისთვის რა არის 2025-ში აჭარის დეველოპერული ბაზრის მთავარი გამოწვევა? ცოტა საშუალოვადიან პერიოდში შევხედავდი, იმიტომ რომ რთული არის ზოგადად ამ ტურბულენტობაში, მოკლევადაში რაიმე პროგნოზი გაკეთება საერთოდ გართულდა, თუმცა როდესაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის მიწოდება, ანუ რამხელა საბინაო ფონდის გაჩენას ველოდებით დამატებით ბათუმის ბაზარზე. დღე 2023 წლის მდგომარეობით დაახლოებით 108,000 საცხოვრებელი ბინა არსებობს ბათუმში და ველოდებით რომ 2028 წლისთვის ამას ერთი ნახევარი ამდენი მაინც დაემატება, 50,000-მდე ახალი ბინა გაჩნდება ბათუმში. საიდანაც დიდი ნაწილი არის საინვესტიციო ხასიათის და ყველაზე პოპულარული ამ საინვესტიციო ბინებიდან არის მოკლევადიანი გაქირავების აპარტამენტები, რომლებიც გამოდის Booking-ზე, Airbnb-ზე, სხვადასხვა ვებსაიტებზე. და რა თქმა უნდა, ასეთ გაზრდილ მიწოდებას დასჭირდება ტურისტების ნაკადი, რომლებიც ამ ბინებს დატვირთავენ, რადგან თუ ბინები არ დაიტვირთა და საშუალო დატვირთულობამ იკლოს, საბოლოო ჯამში ეს აისახება შემცირებულ საინვესტიციო მიმზიდველობაში. და ეს უარყოფითად დაისახება. შეიძლება არ იყოს სათვისება ისეთი მაღალი როგორც ჩვენი შეფასებით რომ დაიტვირთოს ასეთი გაზრდილი მიწოდება, საჭირო იქნება ყოველწლიურად მინიმუმ 15%-ით ტურისტების რაოდენობის ზრდა და 15% საკმაოდ დიდი რიცხვი არის, არ არის პატარა რიცხვი და ამისთვის იქნება სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი, აუცილებელი ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება, საიდანაც ყველაზე პერსპექტიულად აზიურ ბაზრებს ხედავთ კონკრეტულად კი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებს, რომელიც ორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი არის მსოფლიოში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც სეზონურობას შეამცირებენ ბათუმში და მხოლოდ ზაფხულში აღარ იქნება ბათუმი დატვირთული, რაც შეიძლება გულისხმობდეს მაის ტურიზმის განვითარებას, ასევე მაგალითისთვის პოკერის ტურნირების ჩატარებას ან სხვადასხვა სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები და ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ასევე არის ციფრული ნომადები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და უბრალოდ ეძებენ კომფორტულ გარემოს საცხოვრებლად და ბათუმი შესაძლებელია მათთვისაც შეიფუთოს როგორც ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ზუკა თავყელიშვილი, გალტენ დაგარდის ასოცირებული მკვლევარი იყო ჩვენთან ერთად. საცხოვრებელი უძრავი ქონების მიღმა მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ტურიზმის მონაცემებს, ტენდენციებსა და შედეგებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ Holiday Inn Express-ის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ქეთევან მიქაშავიძე, რომელიც ტურისტერის ფარგლებში ჩავწერეთ. მოგესალმებით, ქეთი, მადლობა მინდა გითხრათ მონაწილეობისთვის. მოდით პირველ რიგში დღესაც ვიმყოფებით ჩვენ ტურისტერზე, ვისაუბროთ რა იყო პანელის თემა და რა იყო ძირითადი პოინტები, რაზეც გაკეთდა აქცენტი. ბატონო, ტურისტერის პანელი იყო მიძღვნილი თბილისსა და ბათუმის მიმდინარე სიტუაციას, როგორ არის განვითარებული ბაზარი. 2024 წელი შევაფასეთ, ცვლილებები ბოლო პერიოდების განმავლობაში და ზოგადად რა გამოწვევები და პერსპექტივები გვაქვს თბილისის და ბათუმის სასტუმროებს. და როგორია დღეს თბილისის ბაზრის გამოწვევები, რა იყო 2024-ში და რას ველოდებით 25-ში?
გუგა პანელზეც თქვი, რომ 2019 წლიდან დაწყებული ჩვენი ინდუსტრია ყოველ წელს რაღაცა განსხვავებულ გამოწვევებს ერგება. არ დასრულდა მოკლედ გამოწვევები სულ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა 2021-22 სულ რაღაცა ყოველ წელს გვაქვს რომ მოლოდინი რომ შემდეგი წელი უკეთესი იქნება, მაგრამ თითქოს კარგი პერსპექტივები არის, მაგრამ მე რაღაცა განსხვავებული მოხდება, იქნება ეს, არ ვიცი. ინფრასტრუქტურული პრობლემა თუ რაიმე მოვლენები, მაგრამ პანდემიაც პოლიტიკური ფონი, მოკლედ მრავალფეროვანი ასპექტი ხდება. ამიტომ ჩვენ ზოგადად ისეთ ინდუსტრიაში ვართ, რომ ვერ გებით სხვადასხვა სიტუაციებს და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ბიზნესში, სწორად წარმართოთ პროცესები. ფაქტიურად ამ წლების განმავლობაში კრიზის მენეჯერები გამოვედით უკვე. ამიტომ მიმდინარე სიტუაცია ხო თბილისში განსხვავებულია, მოდით ესე ვთქვათ. ხედავთ, რომ ბევრი სასტუმრო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რამოდენიმე სასტუმრო დაიკეტა კიდევაც თბილისში. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და ეს ახლა უკავშირდება ბოლო პერიოდში არსებულ მოვლენებს თუ საუბრობთ ზოგადად 2024-ზე? 24-ზე, ზოგადად 2024-ში ზოგადად ისედაც ბევრი სასტუმროს გაყიდვაც ისმოდა, რომ აი რაღაცა ის იყიდება და ამის გამომწვევიც რა არის, რომ ტურისტი ეს ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა ბოლო პერიოდში რამოდენიმე სტატია შემხვდა, რომ აი იყიდება რომელიღაცა ბრენდის ყველა სასტუმრო, ხო, თუ რაღაცა ესეთი ძალიან ხმამაღალი დასახელებებით. საბოლოო ჯამში 2025 წელს უკვე ინვესტორები იმდენად განვითარდნენ და ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ, რომ დღეს სასტუმროს, იმიტომ რომ მინდა რომ მქონდეს ჩემი სასტუმრო, აღარავინ აღარ იშენებს. სასტუმრო როგორც ნებისმიერი სხვა დეველოპმენტი და როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი შენდება იმისთვის, რომ ფული ვაკეთოთ, ხო, მოდით სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. ეს არის ბიზნესის კეთების ერთ-ერთი შესაძლებლობა. ამიტომ ის, რომ სასტუმროები იყიდება, მე არ დავუკავშირებდი პირდაპირ რაიმე კრიზისულ სიტუაციას. ეს არის ნორმალური პროცესი, სასტუმრო აშენდა და როგორც ბიზნესი იყიდება. ხო, როგორც ბიზნესი და რაღაცა წარმატებული, მოკლედ ამიტომ იყიდება ამას გულისხმობთ. როგორც ბიზნესის გაკეთების შესაძლებლობა. მოდით ნუ შევაფასებ წარმატებულობას, წარუმატებლობას, იმიტომ რომ სწორედ ეს მოქმედებს შემდეგ უკვე ამ ბიზნესის ღირებულებაზე. ამიტომ თვითონ გაყიდვის ფაქტი, რომ ბევრი სასტუმრო იყიდება, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი და სწორი პროცესი არის კიდევაც. შესაბამისად ფასი რა ფასში იყიდება, ეგ უკვე სხვა საკითხი არის. აქ რა თქმა უნდა არის მომგებიანი დღეს და რაც იყო თავიდან გათვლა, რომ მომგებიანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ ააშენეს თავის დროზე, პასუხობს ამას დღეს თუ პირიქით ზარალში შეიძლება იყოს ესა თუ ის ინვესტორი და იმიტომ ყიდიდეს. აი ამ ნაწილში როგორია? ისევ დაუბრუნდები იმას, რომ 2019 წელს ჩვენ არ ვართ ცხადია და ის როი რაც მოსალოდნელი იყო 2019 წელს, რა თქმა უნდა 25 წელს ძალიან რთულად მიღწევადი არის. შესაძლოა რაღაცა კუთხით შემოსავლები აღდგა ზოგადად ბაზარზე, არ ვიცი რამდენად აღდგა ინდივიდუალურად სასტუმროებში და რამდენად მივაღწიეთ იმ რევპარის შემოსავლების დონეს, რაც იყო 2019 წელს ზოგადად ინდუსტრიაში, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ ხარჯების სტრუქტურა იმდენად არის დამძიმებული, რომ იგივე მოგებაზე გასვლა, რაც 2019 წელს ჰქონდა, ნუ ძალიან რთული. რა ცვლილებებია ბოლო პერიოდში, თუნდაც 2019 წლიდან? ცვლილებები შეიძლება იყოს დადებითიც და ნეგატიურიც, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაც სექტორი კარგად შეარყია იყო, როდესაც Airbnb ძალიან განვითარდა და როდესაც სასტუმროს ბიუჯეტებს მნიშვნელოვნად დაეთყო, ხო? იმიტომ რომ გაჩნდა იაფიანი ალტერნატივები. აი კიდევ რაღაცა ესეთი დეტალები რა არის დღეს ბაზარზე, რაც სასტუმრო ბიზნესს ან პირიქით უფრო პოზიტიური სურათისკენ წაგვიყვანს, ან რაღაცა ცოტა უფრო რყევებს გააჩენს. რა Airbnb ერთი მხრივ კი უწევს კონკურენციას სასტუმროების ინდუსტრიას, მაგრამ ყველას თავისი სეგმენტი ყავს. ალბათ, ჩემი შეფასებით ეს არის მართლა ჩემი ძალიან ინდივიდუალური შეფასება, რომ Airbnb საკმაო კონკურენციას უწევს საშუალო და დაბალ კატეგორიის მქონე სასტუმროებს.
და არ ვარ დარწმუნებული, რომ მაღალ სეგმენტს ანალოგიურ კონკურენციას უწევს ესეთი განთავსების შესაძლებლობა. იმიტომ რომ მოდით მაინც არ დაგვაუწყდეს, რომ განსაკუთრებით ბრენდული სასტუმროები ქმნიან გარკვეულ მოლოდინს და ჩვენ ბრენდულ სასტუმროებში ყავს ძალიან კონკრეტული სტუმარი, რომელიც ჩამოდის, იმიტომ რომ ეს არის ბრენდული სასტუმრო და ამ კუთხით Airbnb ვერანაირად ვერ გაგვიწევს. საქართველოს ტურისტები ვინ არიან? რამდენად არიან ეს ტურისტები, ვინც ბრენდულ სასტუმროებს ურჩევენ და მაღალხარისხიანი, მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევენ? აი, აჭარაში მაგალითად შესამჩნევია, რომ ბოლო წლებში თითქოს აპარტამენტები უფრო მეტად ვითარდება და მოთხოვნაც ამაზეა. თბილისის ბაზარი ამ კუთხით როგორ ვითარდება და ისედაც ძალიან ბევრი სასტუმრო გაჩნდა და კონკურენციაც გაიზარდა, საწოლფონდიც გაიზარდა სასტუმროების, აი ამ ნაწილში როგორია გადანაწილება და სურათი. ნუ რაც შეეხება კონკურენციის ზრდას, თუნდაც იგივე გალთაგრთის ანგარიში ვნახეთ, რომ ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება საწოლფონდიდან სანომრე ფონდი ვიდრე ტურისტების ნაკადი და ცხადია, რომ ეს იწვევს იმას, რომ დატვირთულობა ვარდება პირველ რიგში, დატვირთულობის ვარდნას მოყვება ნომრის საშუალო ღირებულების ვარდნა და ამიტომ გვიწევს ფაქტიურად ესე ერთმანეთის დემპინგი ფასებით, რაც ნუ პრინციპულად არასწორია, რა თქმა უნდა და ვისურვებდი, რომ რაღაცნაირად უფრო ერთიანი სტრატეგიით წავსულიყავით ზოგადად ინდუსტრია მაგ მიმართულებით. ვინ არის დღეს ტურისტი? ძალიან მრავალფეროვანი სტატისტიკა გვაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენ სასტუმროებში. ცხადია, რომ საკმაოდ ბევრი გაუქმება გქონდა ევროპული ბაზრებიდან და ევროპული ბაზარიდან ასე ვთქვათ ფრთხილობს ჩამოსვლას, არ ვამბობ, რომ არ ჩამოდიან, ფრთხილობენ ჩამოსვლას. მაინც ჯავშნები შემოდის, თუმცა დღეს ვხედავთ ძალიან ნათელ ცვლილებას, ცალსახად ცვლილებას აზიურ ბაზრისკენ. ეს არის ინდოეთი, ეს არის ჩინეთი, ეს არის ახლო აღმოსავლეთი. რატომ არის მათთვის საქართველოს მიმზიდველი? რა არის ამ ძირითადი მიზეზები, რატო ჩამოდიან? და ეს მიმზიდველობა დროში როგორ ითარგმნება რა? გაზრდილია მათი დარჩენის დრო თუ პირიქით შემცირებულია თუ როგორ ეს? კაი კითხვა. საშუალო გაჩერებაზე სიმართლე რო გითხრათ, როგორც ქალაქის სასტუმროებს და ჩვენ მართვაში ძირითადად ქალაქის სასტუმროები არის, ჩვენ დიდი ხნის გაჩერება არც არასდროს გვქონია სტატისტიკაში. ამიტომ 1, 2, მაქსიმუმ 3 ღამე არის, რაც ჩვენთან სტუმარი ჩერდება. წეგან საუბრობდით უძრავი ქონებით რატო ინტერესდებიან და მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ უძრავი ქონება სხვადასხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო იაფია საქართველოში. და მაგალითად პირობითად აჭარაში ერთი საშუალო ზომის აპარტამენტის შეძენა 4ჯერ და 5ჯერ უფრო იაფია ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქებში. ტურიზმის მხრივაც ასეთი ციფრები გვაქვს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვის, ანუ მათთვის ძალიან იაფია საქართველო და მიმზიდველობა ამითიც გვაქვს, გარდა იმისა, რომ ლამაზი ბუნებაა. იყო ნამდვილად ესეთი სიტუაცია სასტუმროების კუთხით საკმაოდ დაბალი ფასები არის დღეს ყოველ შემთხვევაში თბილისის ბაზარზე. სხვათა შორის ასევე კარგი სტატისტიკა იყო ესეთი აპარტამენტების ფასების ქვეყნებს შორის. საქართველო იყო, თურქეთი, რამოდენიმე ქვეყანა იყო ჩამოთვლილი, ყველაზე დაბალი დონე იყო საქართველო. ამიტომ ამ კუთხით ალბათ ჯერ კიდევ იაფი არის საქართველოში მოგზაურობა, თუმცა ისევ 2019 წელს თუ შევადარებთ, ცხადია, რომ ზოგადად ქვეყანაში დარჩენის ღირებულება საკმაოდ გაძვირებული არის. პოტენციალი როგორი აქვს ფასებს და მიმდინარე პერიოდისთვის შეუძლიათ თუ არა მათ შორის ბრენდულ სასტუმროების ფასების აწევაზე იმუშაონ მოთხოვნიდან გამომდინარე? რთული იქნება ძალიან ფასების აწევა ახლა ამ ეტაპზე. მაგიტო ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კოოპერაცია და გარკვეულწილად თანამშრომლობა ერთმანეთთან იმისთვის, რომ ესეთი ფასების დაგდება არ ხდებოდეს ბაზარზე, დემპინგი არ ხდებოდეს რეალურად, იმიტომ რომ ფასის დაწევა არის ძალიან ადვილი. ძალიან ძნელი არის შემდეგ ამ ფასების აწევა და დაბრუნება მაღალ დონეზე. ეს არის შემოსავლების მართვის სტრატეგია, რა სეგმენტზე გინდა მუშაობა როგორც ინდივიდუალურ სასტუმროს და შესაბამისად რა საფასო პოლიტიკას ირჩევ ამ კონკრეტულ სეგმენტებთან მუშაობისთვის. კეთ, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის წარმატებები. მადლობა ინტერესისთვის.
და ამჯერად საერთაშორისო ბრენდი ვიტრა უნდა გაგაცნოთ, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 70 წელზე მეტია ბაზარს სანტექნიკას და კერამიკულ ფილებს აწვდის. საქართველოში როგორ არის კომპანია წარმოდგენილი? თემასთან დაკავშირებით ვნახოთ სიუჟეტი და რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. მაღალი ხარისხის სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია ვიტრა ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 13 წარმატებულ წელს ითვლის. კომპანიას ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 10-ობით შესრულებული პროექტი აქვს, რომელთა შორის არის მაღალი კლასის სასტუმროები და აპარტამენტები. ვიტრა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას იყენებს, რათა მომხმარებლებს იგივე ემოცია შეუქმნას, რაც ჰილტონში, იბისიში თუ ჰოლიდეი ინში განთავსებისას აქვთ. შესაბამისად, აპარტამენტები, სადაც მათი პროდუქციაა გამოყენებული, უფრო მაღალ სეგმენტზეა მორგებული, ეს ყველაფერი კი მომხმარებლებს ამონაგების ზრდის საშუალებას აძლევს. ვიტრასთან თანამშრომლობ 12 წელიწადზე მეტია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ თანამშრომლობით, იმიტომ რომ ვიტრას აქვს მრავალი ტიპის სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი კონცეფციის პროექტ შეგიძლიათ მოარგოთ. დაწყებული ბუტიკური სასტუმროები, კერძო ვილები თუ ბიუჯეტური კომპლექსები ეს პროდუქტის მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ პროექტში იყოს ის გამოყენებული. გარდა უშუალოდ პროდუქციის ხარისხისა და მრავალფეროვნებისა, აღსანიშნავია თვითონ ვიტრას გუნდის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ნებისმიერ თავის კლიენტს უყურებენ როგორც პარტნიორს და მათი მომსახურება რეალიზაციის პროცესში, საგარანტიო პერიოდში ნამდვილად ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ტოვებ. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა საპროექტო მიმართულება. პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ტექნიკური მახასიათებლები ნებისმიერი ტიპის პროექტის შესრულების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ვიტრას პროდუქციას შეხვდებით ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტებში, როგორიცაა ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, იუსტიციის სახლები, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა. კომპანია სანდო პარტნიორია საცალო მომხმარებლებისთვისაც. ვიტრა დამკვეთებს საჭირო სერვისების სრულ ციკლს თავაზობს, რაც მოიცავს როგორც პროდუქციის მიწოდებას, ისე მონტაჟსა და შემდგომ მოვლაპატრონობას. ჩვენთვის როგორც სამშენებლო კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს განსაკუთრებული ნდობა ბრენდის მიმართ, როგორიცაა ვიტრა. პირადმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან კომფორტულია ვიტრასთან თანამშრომლობა, როდესაც ბრენდს აქვს პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც პროდუქცია შეესაბამება მის ხარისხს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიმდინარე პროექტებში სრულად გვაქვს გამოყენებული ვიტრას პროდუქცია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი სრულად შეესაბამება ჩვენი პროდუქციის, ჩვენი პროექტების დიზაინისა და ხარისხის სტანდარტებს. კომპანიის საომავლო გეგმებში ახალი ხაზების დამატება. უახლოეს პერიოდში მათ შოურუმებში შეხვდებით რბილ და საოფისი ავეჯს, განათებას, დიდი ფორმატის ფილებს, კვარტს, სამზარეულოს ნიჟარებსა და ტექნიკას. კომპანია პროდუქციას 70 წელი აწარმოებს და ის ამ დროისთვის თავისი შოურუმებით 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. როგორია კომპანია ვიტრას განვითარების გეგმები ბათუმსა თუ თბილისში? ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია სოსო ბალავაძე, კომპანია ვიტრას გაყიდვების ხელმძღვანელი. სოსო, მოგესალმებით. დღემშვიდობის. მოგესალმებით, თათია. თუ შეიძლება პირველ რიგში ზოგადად ბრენდის შესახებ რომ ვისაუბროთ და შემდეგ უკვე დეტალურადაც ჩავშალოთ საკითხები. მოგესალმებით, თათია გუგა. ვიტრა საერთაშორისო ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში, თავის შოურუმებით. ის უკვე 70 წელზე მეტია აწარმოებს მაღალი ხარისხის სანტექნიკასა და კერამიკულ ფილებს. ვიტრა შედის მსოფლიოს ტოპ-10 ბრენდ შორის, სანტექნიკის წარმოებულ ბრენდებს შორის, უბრალოდ კომპანია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, თანამედროვე დიზაინისთვის, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და დანერგილი ინოვაციებისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი ვიტრას აქცევს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდად. რამდენი წელია ვიტრა, რაც ქართულ ბაზარზეა სასა? ვიტრა საქართველოში უკვე 13 წელია ოფიციალურად წარმოდგენილი კომპანია მერლონსის მიერ. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში შევისწავლეთ ქართული ბაზარი, ქართული მომხმარებლების მოთხოვნილებები. ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც დიდწილად განაპირობას ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ. ეს რამდენადაც ხვდები საუბარია მაღალ სეგმენტურ კომპანიაზე, ეს არის პრემიალური სეგმენტი და არა ვთქვათ მედიუმი და საშუალო. ეს არის პრემიალური სეგმენტი.
ზოგადად უცხოური კომპანიების ქართულ ბაზაზე შემოსვლამ ზოგადად დაწია სტანდარტები, შესაბამისად ქართული დეველოპერული კომპანიებიც, რომელიც აკეთებენ აპარტ-ოტელებს, ცდილობენ გააკეთონ მაღალი ხარისხის რემონტები, გამოიყენონ მაღალი ხარისხის ბრენდები და თავიანთ მომხმარებლებს შეუქმნათ იგივე ემოციები, რასაც ისინი მიიღებდნენ მაგალითად ჰილტონში, რედისონში, იბისიში და ესეც სასტუმროებში განთავსებისას. ძირითადად საუბრობთ უფრო აჭარაზე ახლა და აქ არის წარმოდგენილი ეს ბრენდები, თუ მთელ საქართველოში და ბარემ ვიკითხავ, გარდა საერთაშორისო ბრენდებისა, ვიტრას ავარაუდოთ კიდევ ბევრი მიმართულებით არის წარმოდგენილი, შეიძლება ეს იყოს სავაჭრო ცენტრები და ამაზეც რო გითხრათ. დიახ, ანუ ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, რადგან ბათუმში ვარ აჭარაზე, თუმცა მთლიანი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ პროექტებს. ძირითადად რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება იმ პროექტებში მოკლედ სადაც გამოყენებულია ვიტრა, ფასები ყოველთვის გაცილებით უფრო მაღალია გაქირავების ან გაყიდვის, ვიდრე ისეთ აპარტამენტებში, სადაც მაგალითად უფრო ნაკლებად ცნობად ბრენდებს იყენებენ. საინტერესო მოთხოვნა როგორია ამ ნაწილში დეველოპერების მხრიდან? რამდენად გაიზარდა? თქვით რომ 13 წელია ქართულ ბაზარზე ხართ და თუ შევადარებთ თქვა 13 წლის წინ როგორი იყო მოთხოვნა და დღეს როგორია, რა ტიპის ანალიზის გაკეთების საშუალება გვაქვს? უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა მაღალ ბრენდებზე და თქვა უფრო რაღაც ძვირადღირებულ პროდუქციაზე, თქვენი გამოცდილება რას აჩვენებს ამ ნაწილში? ჩემი გამოცდილებით კი რა თქმა უნდა ამ წლების განმავლობაში მომხმარებელთა ზოგადად მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაიხვეწა და შესაბამისად ქართული დეველოპერებიც უკვე ცდილობენ უცხოურ ბრენდებს მიბაძონ და ზუსტად იგივე სახის რემონტი გააკეთონ, იგივე პროდუქცია შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს, რასაც საერთაშორისო ბრენდების თავაზობენ და თავად მომხმარებელს მიცენ იგივე ემოცია ზუსტად რასაც იღებენ ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებს. ჩვენ რამდენიმე მათგანი გავიცანით და ვიმყოფებოდით ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ვიტრაა წარმოდგენილი, თუმცა უფრო მეტი მინდა გკითხოთ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, დასრულებულ პროექტებთან დაკავშირებით, რომელ პროექტებს წარმოადგენს ვიტრა დღესდღეობით ბათუმში. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საპროექტო მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მხარეა. პროდუქციის ხარისხი ზოგადად არჩევანი ტექნიკური მახასიათებლების საშუალებას გვაძლევს განუახორციელოთ ნებისმიერ სახის პროექტი, იქნება ეს სასტუმროს ტიპის აპარტამენტი, კლინიკა, საწარმო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, კვების ობიექტები და ასე შემდეგ. საქართველოში მოიცავთ მთელ სპექტრს. კი, მოვიცავთ მთელ სპექტრს, რის საშუალებასაც კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ჩვენი პროდუქცია გვაძლევს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა და ჩვენ ვითანამშრომლე ისეთ ბრენდებთან, როგორც არის რედისონი, ჰილტონი, ჰოლიდეი ინი, მოქსი მერიოტი, მაგალითად იბისი, მერკური და ასე შემდეგ. ასევე ვიტრას პროდუქციას შეხვდებით ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში საქართველოში, როგორებიც არის მაგალითად ბათუმის სტადიონი, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა. ასევე ჩვენი კლიენტები არიან, ჩვენი მომხმარებლები არიან და ჩვენ ვამარაგებთ პროდუქციით საქართველოში არსებულ მსხვილეს ბანკებს, საქართველოს ბანკი, ეხლა ამ წუთში მიმდინარე პროექტი გვაქვს TBC ბანკის სათაო ოფისი, ასევე ბაზის ბანკის სათაო ოფისი. მოკლედ ჩვენი პროექტების განხორციელებული პროექტების ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს აიღებს, ამიტომაც დაინტერესებულ პირებს შეუძლია. საინტერესოა მთელი ეს ციკლი როგორია თანამშრომლობის და შემდგომ მომსახურებას და მოვლაპატრონობის ნაწილშიც თუ ეხმარებით კომპანიებს ამ ყოველფრის მართვაში და შემდგომ შეკეთებაში ეს სერვისი როგორ გაქვთ? საინტერესო კითხვაა და მინდა ამას ვისაუბროთ. ჩემ ზოგადად რაც ჩამოთვალე პროექტები, ამ პროექტების განხორციელებას ზოგჯერ რამოდენიმე წელი ჭირდება ხოლმე და ჩვენ ყოველთვის პროექტირების ეტაპიდანვე ვართ ჩართული პროექტებში, ვცდილობთ რომ პროექტის არქიტექტურიდან და დიზაინიდან გამომდინარე მაქსიმალურად მორ ბიუჯეტზე და ტექნიკურად მორგებული პროდუქცია შევთავაზოთ დამკვეთს აუცილებლად. შემდეგ უკვე მოდის ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ეს ეტაპებად დაყოფილი მოდის უკვე შემდეგი ეტაპი, როცა არის ტენდერი, ფასთან მოკვლევა და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე თუ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შემოდის მაგალითად ამ შემთხვევაში ეწყობა საჩვენებელი ოთახი, რაც აუცილებლად ვიღებთ მონაწილეობას და კონსულტაციას უწევთ როგორც მონტაჟის კუთხით, ასევე ვთავაზობთ ჩვენს მონტაჟს.
შემდეგ უკვე არის ხელშეკრულების გაფორმება, პროდუქციის შეკვეთა, ჩამოტანა, დასაწყობება და ხაზი მინდა გაუსვა დასაწყობებას. ყველა დეველოპერს არ აქვს იმ წუთში იმის საშუალება და ფართი, რომ პროდუქცია მიიღოს და მაშინვე დაასაწყოს, ამიტომაც ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ მაგ მხრივაც და საჭიროებისამებრ, როცა დაჭირდება პროდუქცია, ხოლმე იმ შემთხვევაში მივაწოდოთ. ასე მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენ არ ვწყვეთ პროექტებთან თანამშრომლობას ხოლმე პროდუქციის მიწოდებით და ხანგრძლივად თანამშრომლობთ საგარანტიო მომსახურების ფარგლებში და წლები გრძელდება. ეს არის პროდუქცია, რომელზეც 10 წელი გვაქვს გარანტია და 10 წელი სრულად პასუხისმგებელი ვართ ჩვენ პროდუქციაზე. საკმაოდ ბევრი ბრენდები ჩამოთვალეთ, ისეთი ძალიან ცნობილი ბრენდები და თუ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რატომ ირჩევენ ეს ბრენდები ვიტრას და რა არის ვიტრას თავარი ღირებულებები და სიკეთე, რომელიც გადაწყვეტილებას აღებინებს ამათ შორის იმ დიდ ბრენდებს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ერთ-ერთი თავარი და იდეაში რაც განასხვავებს ვიტრას ზოგადად კონკურენტებისგან, არის ის, რომ ზოგადად ნებისმიერ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გაყიდვები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მხარე და ჩვენთვის გაცილებით პრიორიტეტულია. მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი, შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ამით რისი თქმა მინდა, მაგალითად, როცა მომხმარებელი გადაწყვეტს ჩვენთან პროდუქციის შეძენას, შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის სერვისი და ამ სერვისში გულისხმობთ საგარანტიო მომსახურებასაც, ზოგადად სერვისაც, რჩევების კუთხით. ჩვენთან მოსულ ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენთან დახვდება გადამზადებული და ხაზი მინდა გაუსვა ამას, გადამზადებული და დატრენინგებული კადრები, რომელიც მათზე მორგებულ და კომპეტენტურ რჩევებს მიცემენ და დაეხმარებიან. რისი დეფიციტიც არსებობს რეალურად ქვეყანაში? მთელ საქართველოში ხართ ხელმისაწვდომი ყველა klientisთვის ქვეყნის მასშტაბით თუ რაიმე ფორმით? ზოგადად რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება და ერთი ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის ზოგადად მიწოდების სერვისი ბათუმის და თბილისის მასშტაბითაც გვაქვს უფასო, ხოლო გვაქვს ასევე ფასიანი სერვისი, რაც მოიცავს პროდუქციის ატანას, დამონტაჟებას და ასევე მიწოდებას საქართველოს მთელი მასშტაბით და მათ შორის აჭარაც. ერთ-ერთი თავარი ღირებულებაა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი, ისეთი სერვისი, როგორც სერვისის მიღებასაც ზოგადად ჩვენ ვისურვებთ სხვა კომპანიებისგან. მოგეხსენებათ, ზოგადად რემონტის პროცესი ხანგრძლივი და სტრესული პროცესია, ხშირად ახსნავს რაღაც გაურკვევლობა, არის ბევრი დეტალი, ასევე უწევთ დროის და ენერგიის ხარჯვა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლედ ეს პროცესი სასიამოვნო ემოციად ვაქციოთ მომხმარებლებისთვის და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეგ არის. ამიტომ ჩვენი გუნდი მზადაა ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შესთავაზოს სრულფასოვანი მომსახურება, რაც გულისხმობს ისევ განმეორდები სერვისს, საგარანტიო მომსახურებას, პროფესიონალურ რჩევებს და ასე შემდეგ. ჩვენი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და დაუღალავი შრომა საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ და გავზარდოთ ჩვენი კომპანია ყოველდღიურად, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი მომსახურების და პროდუქციის არჩევანი. ვიტრასთან თანამშრომლობამ გვასწავლა, რომ როგორი სტანდარტები უნდა ქონდეს ზოგადად ბრენდს. სწორედ ამიტომ ახალი ბრენდების შერჩევისას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ, დიდ შრომას ვდევთ და დიდ რესურსს ვდევთ იმაში, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რამდენად ხარისხიანია და რამდენად შეესაბამება მათი ღირებულებები ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს ზოგადად. ამიტომ კომპანია Merlons-ი ზოგადად მომხმარებელს თავაზობს არა მხოლოდ სანტექნიკურ ნაწარმს, ვცდილობთ რომ ასორტიმენტი, პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდოთ და მომხმარებელს შეთავაზოთ ნებისმიერი ბიუჯეტისა და შესაძლებლობების მქონე მომხმარებელს შეთავაზოთ პროდუქციის ფართო არჩევანი და ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. დღეს რამდენი პროდუქციით ხართ წარმოდგენილი, რაოდენობა შეგვიძლია ვთქვათ და რამდენიც შეიძლება გაიზარდოს ეს ჩამონათვალი მომდევნო პერიოდის განმავლობაში? ან რამდენ ბრენდს წარმოადგენთ? ამ ეტაპზე წარმოვადგეთ ვიტრას და კიდევ არის რამდენიმე იტალიური და ესპანური ბრენდი, თუმცა მალე კიდევ ხსნით დამატებით ახალ შოურუმებს და ჩვენ შოურუმებში შეხვდებით უკვე რბილ და საოფისი ავეჯს, ასევე შეხვდებით კვარცის ფილებს, სამზარეულოს ნიჟარებს, სამზარეულოს ტექნიკას და ასე შემდეგ. ველოდებით სიახლეებს და ბათუმში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში აუცილებლად გეწვევით ახალ შოურუმებში. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. სოსო წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ძალიან ბევრი სიახლით იქნება.
მე კი მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2025 წლის 7 მარტს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში და მათთან პარტნიორობით, რა თქმა უნდა, გაიმართება ღონისძიება Gremo, რომელიც 2021 წლიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებისთვის ძალიან კარგად ნაცნობია. Gremo-s ფარგლებში, როგორც ყოველთვის წელსაც, ჩვენ შევაჯამებთ გასულ წელს და ვისაუბრებთ როგორც შემაჯამებელ ციფრებზე, ასევე მიმდინარე წლის ტენდენციებზე და ტრენდებზე, თუ რა იქნება მნიშვნელოვანი უძრავი ქონების სექტორში, მით უმეტეს ასეთი ტურბულენციის პირობებში. ვისაც გაქვთ ინტერესი ამ ღონისძიებაზე დასწრების, შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები Ticket.gz-ზე და ასევე ბილეთები.gz-ზე, ასე რომ გელოდებით 7 მარტს ქალაქ ბათუმში Courtyard Marriott-ში 6-ის ნახევარზე. ხო, აქვე ალბათ საინტერესოა რომ უთხრათ ჩვენს მაყურებლებს, რომ თბილისის მსგავსად ღონისძიებაზე კვლევას წარადგენს TBC კაპიტალი და გაანალიზებს როგორც 2024-ში არსებულ მდგომარეობას, ისე 2025-ში არსებულ ტენდენციებს, რისკებს, გამოწვევებს, როგორ ვითარდება ზოგადად ეს ბაზარი და რა არის მთავარი საკითხები და გასათვალისწინებელი. ამას გარდა ალიანს ჯგუფი შემოგთავაზებს ბაზრის ანალიტიკას და ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ძალიან საინტერესო მონაცემებს იხილავს ჩვენი დამსწრე აუდიტორია, ასევე გვექნება შედეგები TBC ლიზინგის მიმართულებით, რის შემდეგაც უკვე გვექნება პანელური დისკუსია აჭარის დეველოპერულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების მხრიდან საინტერესო აქცენტებით და საინტერესო სპიკერებით, რა თქმა უნდა, როგორც ეს ჩვენს გადაცემას და BMG-ს და პროსპექტს ჩვევია. ამ ყველაფრის შემდეგ კი უძრავი ქონების პროსპექტი გამართავს დაჯილდოებას ბაზრის გამორჩეული დეველოპერების და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივა. 6-ის ნახევრიდან დაიწყება მიღება, 6 საათზე უშუალოდ ღონისძიება. ყველა დეტალის შესახებ BMG-ს მკითხველი და მაყურებელი მომდევნო პერიოდის განმავლობაში მიიღებს ინფორმაციას და ამ ყველაფერს განვაახლებთ. კონფერენცია გაიმართება ალიანს ჯგუფის მხარდაჭერით, სწორედ ის იქნება გენერალური სპონსორი და ყავს ასევე რამდენიმე მსხვილი მხარდამჭერი. მათ შორის არის ELT ჯგუფი, მეტროპოლი, აპარ ჯგუფი, ოლიმპუსი, ხომ არ გამოგჩა ვინმე, კაპიტალი მათ შორის და ესია განახლებადია და ამ ნაწილშიც შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში სიახლეებს. ასე რომ იცღა დაგვრჩენია, რომ დროებით დაგემშვიდობოთ. ერთი კვირის თავზე თბილისის სტუდიიდან განვაახლებთ ეთერს. იქამდე კი წარმატებულ და საინტერესო კვირას გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით თოვლიანი ბათუმიდან. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetExi, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება.